რესტავრაციო სამუშაოების შესაძლო არქეოლოგებისთვის ხობში კიდევ ერთი აღმოჩენის მიზეზი გახდეს. საუბარია ღვთისმშობლის მიძინების მონასტერზე, სადაც სავარაუდოდ დადიანების უძველეს აკლდამას მიეკვლიეს. ჯერ მხოლოდ ვერსიის დონეზე მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ძვალთ-შესალაგში შესაძლოა ცოტნე დადიანიც იყოს დაკრძალული. ხობის მონასტერში არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს. ძვალთ-შესალაგში უამრავი მიცვალებულია ჩასვენებული. მეცნიერების წინასწარი ვარაუდით, ეს პირველი წარჩინებული დადიანების საფლავია. კედელი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ და რომელზეც იყო გამოსახული ცოტნე დადიანის მშობლებისა და ცოტნეს ფრესკა, აღმართული არის სავარაუდოდ მე-19 და მე-14 საუკუნეებში. ეს აკლდამა კი ამ კედლის ქვეშ მდებარეობს. ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში რესტავრაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაზიანებული იატაკის გამოცვლა იყო. დეფორმაციის მიზეზი იატაკის გახსნისთანავე გახდა ცნობილი. ეს კი თაღი იყო და ეს თაღი ჩანანგრევი არის, აგერ ისე. გაირკვა, რომ მონასტრის ცენტრალური დარბაზის ქვეშ აკლდამა იყო. აკლდამას მრავალი საუკუნე თაღი ამაგრებდა. აღმოჩენის საფუძველი სწორედ ამ თაღის ჩანგრევა გახდა. საოცრება ვნახე, რომ მოვედი დღეს აღსარებაზე მოვედი და ესე იგი გაოცებული ვარ. ეს აღმოჩენა უდიდესი საქართველოს ეს ქართული ხალხისთვის სიწმინდე, რომელიც აღმოაჩინეს დღეს და ნახველი ვართ მთელი რევლით. მონასტრის მრევლის აღელვების მიზეზი მათივე ვარაუდია, რომლის მიხედვითაც ახალ აღმოჩენილი საძვალე კოხტათავის შეთქმულების მონაწილეს საქართველოს ეროვნული გმირის სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული ცოტნე დადიანის საფლავია. პირველი ზეპირი გადმოცემა. სამეგრელოში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცნობა, რომ ხობის მონასტრის აშენებამდე იქ დადიანების საგვარეულო სასაფლაო იყო. ტრადიცია არსებობს იმისა, რომ ხობის ტაძარში ცოტნე დადიანი არის დასაფლავებული, ეს ამაში ვერავის ვერ გადაარწმუნდით ნებისმიერი უბრალო ადამიანი ამაში შემოგედავება. განაცოტნე დადიანმა ისეთი რა დააშავა, რომ ის თავის საძვალე აკლდამაში არ იყოს. ეს არის იმ ცოტნე დადიანის საძვალე აკლდამის მისი თანადროულია და სხვაგან საზოგადოებაზე. მეორე არგუმენტი წერილობითი გადმოცემებია. შამადავლე დადიანისა და ლევან მეორე დადიანისა, რომლებიც ამბობენ, რომ ხობის მონასტერში იყო ჩვენ წინაპართა ძვალ-შესალაგი. ეს რაღაც გარკვეულწილად იძლევა საფუძველს, რომ აი ეს აკლდამა წარმოვიდგინოთ პირველ დადიანთა ან უძველეს დადიანთა ძვალ-შესალაგ ადგილად. მესამე მტკიცებულება ყველაზე თვალსაჩინოა. საუბარია მონასტრის კედლიდან 50-იან წლებში მოხსნილ ფრესკაზე, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდშია დაცული. თინათინ ვირსალაძის მიერ შესწავლილი ძეგლი წარმოგიდგენს დადიანების ერთი წარჩინებული ოჯახის, შერგილისა და ნათელის გამოსახულებებს, ასევე მათი შვილების პორტრეტებს. სადაც ახლა მხოლოდ ქუდის ფრაგმენტია შემორჩენილი, თავის დროზე წარწერაც მიუთითებდა, რომ მხატვარმა ამ ადგილას დიდგვაროვანი დადიანების შვილები, ცოტნე და თამარი გამოსახა. ეს ფრესკა არის დათარიღებული მე-13 საუკუნის მიწურულითა და მე-14 საუკუნის დასაწყისით, ასე რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სრული მამაკაცი ცოტნე დადიანი, ეს ბავშვი, რომელიც აქ არის გამოსახული, უკვე სადღაც მე-14 საუკუნის შუახანებში იქნებოდა. ცხადია, ეს ის ცოტნე დადიანი ვერ იქნება. ცოტნე დადიანის საფლავის ძიებაში მიღებულ რომელიმე შედეგს არქეოლოგიური აღმოჩენის მნიშვნელობის დაკნინება არ შეუძლია, რადგან ეს აკლდამა ხობის მონასტრის ასაკს კიდევ უფრო აძველებს. კონკრეტულად ეს დადიანების ეკუთვნის, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ნაადრევი ამის თქო, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება, იმიტომ რომ ნაგები არის თვითონ საძვალე და აკლდამა ისეთი ფორმით, რომ რაღაც განსაკუთრებული კულტურა გამოირჩევა მშენებლობის. უახლოეს პერიოდში მივიღებთ უკვე არქეოლოგიური სამუშაოების შუალედურ ანგარიშს, სადაც გარკვეულწილად უკვე მინიშნებები იქნება, თუ რასთან გვაქვს საქმე. ხობის მონასტერში პირველი დადიანების აკლდამის სრული გამოკვლევა ხანგრძლივი თეორიული და ლაბორატორიული ანალიზის საგანია. ეს ეტაპი კი არქეოლოგიური ექსპედიციის დასრულების შემდეგ დაიწყება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წარჩინებულ ფეოდალთა სამარხს მათთვის მოსათხრობი კიდევ